კიდევ ერთხელ მოგესალმებით, უყურებთ კურიერს 6 საათზე ახალ ამბებს იზი ბურნაძე გაგაცნობთ. ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის რიგით 33 სესია საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ჰააგაშია. ოკუპაცია, გლობალური გამოწვევები და რეგიონის განვითარებისთვის გადასადგმელი ნაბიჯები. ეს ის ძირითადი საკითხებია, რაზეც ქართველმა დეპუტატებმა აქცენტი გააკეთეს. ხაზი გაესვა ორმაგ სტანდარტსა და უსაფუძვლო ბრალდებებს, რაც მმართველი გუნდის თქმით, ევროპის კონტინენტზე წარმატებულ თანამშრომლობას ხელს უშლის. ქართული დელეგაციის წევრებმა, რომლის შემადგენლობაშიც საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა, გარემოს დაცვისა და ევროინტეგრაციის კომიტეტების თავმჯდომარეები არიან, საერთაშორისო ტრიბუნიდან მნიშვნელოვან პროექტებზე ისაუბრეს. ხაზი გაესვა შუა დერეფანში საქართველოს განსაკუთრებულ როლს. კიდევ ერთხელ ითქვა, რომ საქართველო მზად არის ევროპის ეკონომიკური და ენერგეტიკული უსაფრთხოების მდგრადობაში საკუთარი წვლილი შეიტანოს. მინდა ძალიან დიდი მადლობა გადაუხადო ანგარიშის ავტორს დოკუმენტში რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის საკითხის ასახვის გამო, რადგან ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია ჩვენთვის, როგორც ამას უკვე გაესვა ხაზი ვენაში. ვინაიდან ბოლო 30 წელია საქართველო ოკუპაციას განიცდის. ამ კონტექსტში ჩვენ ასევე გვინდა მტკიცედ დავგმოთ ეგრეთ წოდებული ხელშეკრულება რუსეთის ფედერაციასა და ეგრეთ წოდებულ სამხრეთ ოსეთს შორის, რაც ურთიერთობის გამტკიცებას მოიცავს და რომელიც ამ წლის მაისში გაფორმდა. ეს დოკუმენტი არის საერთაშორისო წესების უხეში დარღვევა და არის მოსკოვის კიდევ ერთი სასოწარკვეთილი მცდელობა. განამტკიცოს ოკუპაცია და ხელი შეუწყოს იმ ტერიტორიების დე-ფაქტო ანექსიას, რომლებიც საერთაშორისოდ აღიარებულია საქართველოს განუყოფელ ნაწილად. მე ამით შევახსენებ საერთაშორისო საზოგადოებას, მათ შორის რუსეთის ფედერაციას, რომ ნებისმიერი ეგრეთ წოდებული ხელშეკრულება, შეთანხმება თუ სხვა აქტი, რომელიც დადებულია ოკუპირებული რეგიონების თვითგამოცხადებული ხელისუფლების მიერ, არის და თავისთავად გამოცხადდება ბათილად და ძალადაკარგულად. ასევე მინდა თქვენი ყურადღება გავამახვილო ანგარიშის კიდევ ერთ პუნქტზე, რომელიც ეხება მოსკოვის მექანიზმს. მინდა ვაცნობო კომიტეტს, რომ მოსკოვის მექანიზმის ამოქმედებას და მის მიგნებებს მხარი არ დაუჭირა ეუთოს მონაწილე სახელმწიფოების უმრავლესობამ, მათ შორის შეერთებულმა შტატებმა, საფრანგეთმა, ესპანეთმა, იტალიამ და სხვებმა. ყველას არ ჩამოვთვლი, მაგრამ 34-მა წევრმა სახელმწიფომ მხარი არ დაუჭირა და არ მოიწონა ეს მიგნებები, ასე რომ ეს არის მნიშვნელოვანი, ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტი, რომელიც უნდა აღინიშნოს. გარდა ამისა, ანგარიში, რომელიც მომზადდა ერთი ექსპერტის მიერ 72 საათში, შეიცავს ბევრ ფაქტობრივ შეუსაბამობას და ასევე ბრალდებებს. თავად ექსპერტმაც აღიარა, რომ მას არ ჰქონდა საკმარისი დრო ყველა ბრალდებაზე მტკიცებულებების მოსაპოვებლად. შესაბამისად, როდესაც ანგარიში განიხილებოდა ეუთოს მუდმივ მოქმედ საბჭოზე, საქართველოს მთავრობამ ასევე წარმოადგინა თავისი პოზიცია ამ ანგარიშთან დაკავშირებით. აქედან გამომდინარე, ჩვენ ვერ მივიღებთ ამ ანგარიშს როგორც საბოლოო ჭეშმარიტებას, რადგან როგორც აღნიშნე, თავად ექსპერტმაც აღიარა, რომ მან ვერ შეძლო ანგარიშისთვის საკმარისი მტკიცებულებების შეგროვება. რა თქმა უნდა, არის გარკვეული რეკომენდაციები, რომლებსაც ვეთანხმებით და ზოგიერთი ეს რეკომენდაცია უკვე შესრულებულია. მაგრამ კიდევ ერთხელ მინდოდა აღმენიშნა, რომ ამ ანგარიშს აქვს გარკვეული ხარვეზები ფაქტობრივ სისწორესთან დაკავშირებით. 47 წევრიდან 34-მა ქვეყანამ მხარი არ დაუჭირა საქართველოსთან მიმართებით მოსკოვის მექანიზმის ამოქმედებას, რაც დაახლოებით 60% შეადგენს, მათ შორის არის ამერიკის შეერთებული შტატებიც. საქართველომ კეთილგანწყობით ითანამშრომლა ეუთოსთან, მაგრამ ცხადია, ჩვენ ვერ მივიღებთ ამ დასკვნებს იმ აშკარა მიზეზების გამო, რომლებიც არაერთხელ იქნა ახსნილი სხვადასხვა შესაბამის ეუთოს ფორმატში. წარმოდგენილი რეზოლუციის პროექტი შეიცავს უკიდურესად საგანგაშო ტენდენციას. წარმოადგინოს მოსკოვის მექანიზმის ანგარიშის დებულებები როგორც მყარი მტკიცებულება, ფაქტისა და მტკიცების ფორმით, მაშინ როდესაც თავად ანგარიში ხაზს უსვამს, რომ ეს მხოლოდ ბრალდებებია. მაგალითად, ყველაზე შემაშფოთებელი ფორმულირება გვხვდება მე-20 პარაგრაფში, სადაც ნათქვამია, რომ ძალადობამ ციტატა მიაღწია წამების ზღვარს. მაშინ როცა თავად ანგარიში არ შეიცავს მსგავს ფორმულირებას. ამავე რეზოლუციის პროექტის 55 პარაგრაფიც კი აღნიშნავს, რომ ეს მხოლოდ ბრალდებებია, ამიტომ მიზანმიმართული არასწორი ინტერპრეტაციის ან ინფორმაციით მანიპულირების თავიდან აწილების მიზნით გთხოვთ, ამოიღოთ ეს კონკრეტული წინადადება მე-20 პარაგრაფიდან, რადგან ის გადახვევაა მოსკოვის მექანიზმის ანგარიშის ტექსტიდან და წარმოადგენს ანგარიშის დასკვნების პოლიტიკურ არასწორ ინტერპრეტაციას. რაც შეეხება ეგრეთ წოდებულ დემოკრატიულ უკუსვას, მინდა ძალიან მკაფიოდ განვაცხადო. სამართლებრივი რეგულაციები წარმოადგენს ერთადერთ ლეგიტიმურ ინსტრუმენტს, რომელიც ხელმისაწვდომია ნებისმიერი სუვერენული ქვეყნისთვის, მათ შორის საქართველოსთვის, რათა დაიცვას თავისი
თავისი საარჩევნო პროცესები, პოლიტიკური სისტემები და სოციალურ-ეკონომიკური მთლიანობა უცხოური მავნე ჩარევისგან. მცირე ქვეყანას, რომელსაც აქვს სტრატეგიული მდებარეობა და სამეზობლოს რთული დინამიკა, სრული საფუძველი აქვს დააწესოს სამართლებრივი ბარიერები. თუ ვინმეს არ მოსწონს კონკრეტული კანონი, დემოკრატიული და კონსტრუქციული პასუხი არასოდეს არ არის სამართლებრივი ჩარჩოს გვერდის ავლა. არასწორი მოქმედება, კონფრონტაციის გარეიძულების ან შიდა არეულობის გაღვივების გზით. ამ ყველაფერზე სწორი პასუხი იქნება დებატები ან კანონის კონკრეტული დებულებების გასაჩივრება მათი სამართლებრივი არგუმენტების ღირებულების საფუძველზე. მათთვის, ვინც არ იცის გამჭვირვალობის შესახებ კანონმდებლობა, განიხილება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში და ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში. ეს არის სწორი გზა, რომელსაც უნდა მიუყვეთ და არა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ან მასთან დაკავშირებული ინსტიტუტების იარაღად გამოყენება მოკლევადიანი პოლიტიკური სათაურებისთვის, რადგან ეს საბოლოოდ ავნებს და დააზიანებს თავად ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის რეპუტაციას. ამიტომ ჩვენ მკაცრად გირჩევთ, თავი შეიკავოთ პოლიტიკური იარლიყების მიკერებისგან და მივცეთ საშუალება სასამართლოებს განსაჯონ ისინი სამართლებრივი საფუძვლების მიხედვით. ჩემთვის დიდი პატივია მივმართო ამ კომიტეტს იმ დროს, როდესაც ეკონომიკური უსაფრთხოება, ენერგეტიკული მდგრადობა და კლიმატის ცვლილებების წინააღმდეგ მიმართული ქმედებები განუყოფელი გახდა მშვიდობისა და უსაფრთხოებისგან. ეუთოს რეგიონის მასშტაბით ჩვენ უპრეცედენტო გამოწვევის წინაშე ვდგავართ. რუსეთის მიმდინარე აგრესიული ომი უკრაინის წინააღმდეგ, საქართველოს სუვერენული ტერიტორიის 20%-ის უწყვეტი ოკუპაცია, არასტაბილურობა ახლო აღმოსავლეთში, კლიმატის ცვლილებების დაჩქარებული ზემოქმედება და საერთაშორისო სამართლისადმი პატივისცემის ეტაპობრივი ეროზია. ეს კრიზისები მოითხოვს უფრო დიდ საერთაშორისო სოლიდარობასა და პრაქტიკულ თანამშრომლობას, ნაცვლად დაყოფისა. ამ კონტექსტში საქართველო რჩება ევროპის ეკონომიკურ და ენერგეტიკულ უსაფრთხოებაში საკუთარი წვლილის შეტანის ერთგული. თავისი სტრატეგიული მდებარეობიდან გამომდინარე, საქართველო იქცა საიმედო ხიდად ევროპას, სამხრეთ კავკასიასა და კასპიის რეგიონს შორის, რაც აძლიერებს დაკავშირებადობას შუა დერეფნის მეშვეობით და ხელს უწყობს უსაფრთხო სავაჭრო და ენერგეტიკული მარშრუტების განვითარებას. ისეთი პროექტები, როგორიცაა შავი ზღვის წყალქვეშა კაბელი და მწვანე ენერგიის დერეფანი, არ არის მხოლოდ ინფრასტრუქტურული ინიციატივები. ისინი წარმოადგენენ სტრატეგიულ ინვესტიციებს ევროპის გრძელვადიანი ენერგეტიკული დივერსიფიკაციის, მდგრადობისა და სტაბილური ეკონომიკური ზრდის მიმართულებით. თუმცა კლიმატის მიმართ მდგრადობის მიღწევა შეუძლებელია პოლიტიკური სტაბილურობის, ნდობისა და საერთაშორისო ვალდებულებებისადმი პატივისცემის გარეშე. ამიტომ ღრმად სამწუხაროა, რომ იმ დროს, როდესაც ჩვენი საერთო ყურადღება მიმართული უნდა იყოს ამ გლობალური და რეგიონული გამოწვევების გადაჭრაზე, ზოგიერთი პოლიტიკური აქტორი და ბიუროკრატიული წრე აგრძელებს ძალისხმევის მიმართვას საქართველოში პოლიტიკური პოლარიზაციის გაღრმავებისკენ. ზეწოლას ახდენს მის დემოკრატიულად არჩეულ მთავრობაზე და რაც ყველაზე მთავარია, პატივს არ სცემს ქართველი ხალხის სუვერენულ, დემოკრატიულ არჩევანს. ასეთი მიდგომები არ აძლიერებს დემოკრატიას ან საერთაშორისო თანამშრომლობას. პირიქით, ისინი ძირს უთხრიან ნდობას საერთაშორისო ინსტიტუტების მიმართ, მათ შორის ეუთოს მიმართ და ქმნიან რისკს, რომ საქართველოს მოქალაქეებში გაღვივდეს სკეპტიციზმი და ნიჰილიზმი იმ ორგანიზაციების მიმართ, რომელთა მისიაც დიალოგის, ურთიერთპატივისცემისა და თანასწორი პარტნიორობის ხელშეწყობაა. საქართველო რჩება კონსტრუქციულ, საიმედო და პასუხისმგებლიან პარტნიორად. ჩვენ ვაგრძელებთ ჩვენი წვლილის შეტანას რეგიონულ დაკავშირებადობაში, მდგრადი განვითარებისა და ევროპის ეკონომიკურ მდგრადობაში. ამავდროულად ჩვენ მტკიცედ გვჯერა, რომ ნამდვილი პარტნიორობა უნდა ეფუძნებოდეს სუვერენიტეტის პატივისცემას, მონაწილე სახელმწიფოების მიმართ თანაბარ მოპყრობას და თითოეული ერის დემოკრატიული არჩევანის ურყევ პატივისცემას. ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ყოველწლიურ სესიაზე სიტყვით გამოსვლების პარალელურად ქართული დელეგაციის წევრები კოლეგებთან ორმხრივ შეხვედრებს მართავენ. მთავარი თემა ქვეყნის ენერგეტიკული პოტენციალი და ეკონომიკური უსაფრთხოება. აქცენტი კეთდება ქვეყნის წინააღმდეგ მიმდინარე კამპანიასა და ჯო უილსონის ინიცირებულ ცვლილებებზეც, რომლებიც ქართული მხარის შეფასებით დეზინფორმაციაზეა აგებული. ამ საკითხებზე ქართულმა დეპუტატებმა საერთაშორისო ტრიბუნიდან ისაუბრეს.
გზავნილები, რომელიც ჩვენს მიერ იქნა გაჟღერებული, ბუნებრივია უკავშირდება იმ პოტენციალს, რაც საქართველოს აქვს ევროპის კონტინენტის ენერგეტიკული და ეკონომიკური უსაფრთხოების უზრუნველყოფის თვალსაზრისით და ჩვენს მიერ კვლავ გამოითქვა ძალიან დიდი მწუხარება იმასთან დაკავშირებით, რომ კონკრეტული ჯგუფები კვლავ ცდილობენ საქართველოსზე და მისი მოსახლეობის არჩევანზე ზეწოლა სხვადასხვა დესტრუქციული ქმედებებით, რაც ბუნებრივია აი ამ ძალიან რთულ გეოპოლიტიკურ ვითარებაში თვითონ EUTHO-ს როგორც ინსტიტუტის სანდოობაში ეჭვის შეტანის მიზეზს იძლევა. ძალიან სამწუხაროა, რომ კვლავ ჯო ვილსონის და ასე ვთქვათ, მისი ჯგუფის მხრიდან დაინიცირებული იქნა გარკვეული სულებები, რომელიც სავსე არის დეზინფორმაციით, რასაც ასე ძალიან მიეჩვია ჩვენი მოსახლეობა და სამწუხაროდ კვლავ გრძელდება ზეწოლა საქართველოზე, უსამართლო დამოკიდებულება და ჩვენ იმედი გამოვთქვით, რომ EUTHO, როგორც ის ორგანიზაცია, რომელიც აკვირდებოდა საქართველოში არჩევნებს, დადგება თავის სიმაღლეზე და მიუხედავად აი ამ ძალიან დესტრუქციული ქმედებებისა, კვლავ დაამტკიცებს, რომ EUTHO უზრუნველყოფს უსაფრთხოებას და სტაბილურობას ევროპის კონტინენტზე. ჩემი გამოსვლა ეხებოდა კომიტეტის მესამე კომიტეტის ანგარიშს, კონკრეტულად საქართველოს შესახებ ჩანაწერებს, სადაც გასაგებია, რომ არის მცდარი ინფორმაცია, მათ შორის მოსკოვის მექანიზმის ანგარიში თავად საზოგადოებამ კარგად იცის რა დოკუმენტია, მაგრამ ამის კიდევ დამახინჯება და არასწორი ინტერპრეტაციით გადმოტანა რეზოლუციაში, რა თქმა უნდა, თავისთავად მიუღებელია და მთლიანად ამ საპარლამენტო ასამბლეის რეპუტაციასაც აზიანებს. ამიტომ ჩემს გამოსვლაში სწორედ ამას გავუსვი ხაზი, რომ აუცილებელია თუ მაინც და მაინც არის მითითებები ამ ანგარიშზე იყოს სწორი ფორმულირებები, რათა საქართველოსთან დაკავშირებული ჩანაწერები არ იყოს აცდენილი რეალურ ფაქტებს. ესაც შეეხება ანგარიშს. ამის ზემოდან ჯო ვილსონმა კონკრეტულად მისი ავტორობით დააინიცირა მთლიანად რეზოლუცია, ცალკე ახალი რეზოლუცია არის დაინიცირებული, კონკრეტულად ჯო ვილსონის ავტორობით, რომელიც გასაგებია ამ დოკუმენტში არის თავმოყრილი მთელი ის აბსურდული ბრალდებები, რაც გვესმოდა ხოლმე ამ ადამიანის მხრიდან საქართველოსთან დაკავშირებით. ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას, ჩვენი დელეგაციის მათ შორის ძალისხმევით საინტერესო საჭირო ჩანაწერები გაკეთდა ოკუპაციასთან დაკავშირებით, ამ ოკუპირებულ რეგიონებზე რუსეთის პასუხისმგებლობასთან დაკავშირებით, ამიტომ არის მნიშვნელოვანი საინტერესო საჭირო ჩანაწერები, მაგრამ სამწუხაროდ არის სხვა ტიპის ჩანაწერი, რომელიც არის გასაგებია პოლიტიკურად მოტივირებული ტექსტები. წელს ქონდა შესაძლებლობა, რომ სიტყვით გამოსულიყო და ესაუბრა იმ გამოწვევებზე, რომელიც საქართველოს აქვს, მათ შორის პროგრესზე, რომელიც ქვეყანას აქვს და მათ შორის უსამართლო დამოკიდებულებაზეც, რომელიც ჩვენი ქვეყნის მიმართ ბოლო დროს ხორციელდება. მე პირადად ვისაუბრე ოკუპაციის პრობლემატიკაზე, ვისაუბრე ასევე იმ ანექსიისკენ გადადგმულ ნაბიჯებზე, რომელიც რუსეთის ფედერაციასა და ეგრეთ წოდებულ სამხრეთ ოსეთს შორის შეთანხმებას ითვალისწინებს და ასევე მნიშვნელოვანი აქცენტი მქონდა მოსკოვის მექანიზმის ანგარიშთან დაკავშირებით. ეს სხდომები გაგრძელდება მომდევნო დღეებშიც. ჩვენ რა თქმა უნდა ველით ასევე კონკრეტულ პროვოკაციებსაც, მათ შორის იცით რომ დარეგისტრირებული არის ჯო ვილსონის მიერ რეზოლუციის დრაფტი, თუმცა რა თქმა უნდა საქართველოს დელეგაცია მაქსიმალურად დაიცავს ჩვენი ქვეყნის ინტერესებს. ჯო ვილსონის რეზოლუცია თავიდან ბოლომდე აგებულია მოძრაობით და ზოგადად საქართველოს მკრების ბოლო პერიოდში გავრცელებულ ნარატივებს. თავიდან ბოლომდე სიცხეზე აგებული და პირველ რიგში ეჭქვეშ აყენებს არჩევნების ლეგიტიმობას. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი არის იმ საერთაშორისო ზეწოლის გაგრძელება, რომელიც საქართველოს მიმართ ხდება ბოლო 4 წლის განმავლობაში. და როგორც ხედავთ, ეს ზეწოლა არ შენელებულა. ერთ-ერთი რეზოლუციაც ასევე, რომლის კომიტეტის წევრი ვარ, იქაც გარკვეული მითითება იყო ეგრეთ წოდებული მოსკოვის მექანიზმის ანგარიშზე. და იქ მე განცხადებაში აღნიშნა, რომ ეს ყველაფერი ემყარებოდა სიცხვეს, თუ გავითვალისწინებთ თავად იმ ფაქტსაც, რომ აი მოსკოვის მექანიზმის ანგარიშის ავტორმა კი აღიარა, რომ მას დრო არ ჰქონდა მასალების სრულყოფილად მოძიებინა და ასევე აღნიშნა, რომ გადაუმოწმებელ წყაროებს ეყრდნობოდა.
სროლა შტატებში დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნის შედეგად სულ-მცირე 8 ადამიანია დაშავებული, მათ შორის 4 ბავშვი. დაშავებულები სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს, 7 მათგანის მდგომარეობა სტაბილურია, ხოლო ერთ-ერთის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა. პოლიციამ შემთხვევის ადგილიდან ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღო, თუმცა ამ დრომდე დაკავებული არავინ არის. სამართალდამცველები მომხდარის გარემოებებს იძიებენ. ისტორიული დღე იზეიმეს ამერიკის შეერთებულ შტატებში საზეიმო ღონისძიებას ვაშინგტონმა უმასპინძლა. დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან 250 წლის იუბილე ამერიკელ ხალხს ამერიკის პრეზიდენტმა მიულოცა. მთავარ ღონისძიებაზე დონალდ ტრამპი პირველ ლედისთან ერთად იმყოფებოდა. ღონისძიება მასშტაბური ფოიერვერკით დასრულდა. Შემო ძვირფასო ამერიკელებო, დღეს ჩვენ ვდგავართ ისტორიის დიდებულ გზაჯვარედინზე. ზუსტად 250 წლის წინ ფილადელფიაში რამდენიმე მამაცმა ადამიანმა ხელი მოაწერა დოკუმენტს, რომელმაც სამუდამოდ შეცვალა მსოფლიო. მათ საფუძველი ჩაუყარეს თავისუფლების უდიდეს ექსპერიმენტს კაცობრიობის ისტორიაში. მეოთხედი 1000 წლეულის განმავლობაში ამერიკამ გაუძლო ყველა ქარიშხალს, გადალახა ყველა კრიზისი და გახდა იმედი შუქურა მთელი მსოფლიოსთვის. 250 წლის განმავლობაში ჩვენ ვამტკიცებდით, რომ მთავრობა უნდა ეკუთვნოს ხალხს, იმართებოდეს ხალხის მიერ და იმსახურებოდეს ხალხს. ჩვენი ქვეყნის ბედისწერა ღმერთის მიერ არის დაწერილი და ეს ბედისწერა დიდებულია. ამერიკული ოცნება დაბრუნდა. ის უფრო ძლიერი, დიდი და ნათელია ვიდრე ოდესმე. დღეს არა მხოლოდ წარსულს მივაგებთ პატივს, არამედ ვუყურებთ მომავალს. ჩვენი მიზანია მომავალი 250 წელი კიდევ უფრო დიდებული, ძლიერი და აყვავებული იყოს. ღმერთმა დალოცოს ჩვენი გმირები, ღმერთმა დალოცოს ჩვენი თავისუფლება და ღმერთმა დალოცოს ამერიკის შეერთებული შტატები. თანამოქალაქეებს ერთიანობისკენ მოუწოდა ამერიკის ვიცე-პრეზიდენტმა დამოუკიდებლობის 250 წლის იუბილესადმი მეწვეულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას ჯეიდი ვენსმა აღნიშნა, რომ ქვეყნის ყველა წარმატება საერთო ძალისხმევის შედეგია და არა ერთმანეთთან დაპირისპირებული მოქალაქეების. ჩვენ ყველამ შევიტანეთ ჩვენი წვლილი, თითოეულ ჩვენგანს ჰქონდა თავისი როლი და თითოეულ ჩვენგანს მოგვიწევს ჩვენი წვლილის შეტანა, რათა ამერიკის სიდიადის მომდევნო 250 წელი შევქმნათ. დღეს ჩვენ აღვნიშნავთ 250 წელს, როდესაც ამერიკა მომავლის შიშის გარეშე უყურებს. აღვნიშნავთ 250 წელს, რომელმაც დაამტკიცა თუ რისი მიღწევა შეუძლია თავისუფალ ხალხს. დავბრუნდეთ საქართველოში, ცხელკვალზე გახსნილი დანაშაული პოლიციამ თბილისში ვაშლიძვრის მიმდებარე ტერიტორიაზე 2 ადამიანის დაჭრის ფაქტზე 1 პირი დააკავა. გამოძიებით ირკვევა, რომ გუშინ ღამით ვაშლიძვრის მიმდებარე ტერიტორიაზე რამდენიმე პირს შორის საყოფაცხოვრებო ნიადაგზე დაწყებული სიტყვიერი შელაპარაკება ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა, რა დროსაც ერთ-ერთმა ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით 2 ადამიანი დაჭრა. დაშავებულები კლინიკაში გადაიყვანეს, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. დანაშაული კი 13 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ბრძოლა ნარკოდანაშაულთან დაკავებულია უცხო ქვეყნის 4 მოქალაქე, თურქეთის 1 და ისრაელის 3 მოქალაქეს ბრალად განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერების საქართველოში უკანონოდ შემოტანა ედებათ. სამართალდამცველებმა ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში და მიმდებარე ტერიტორიაზე ბრალდებულების პირადი და ხელბარგის ჩხრეკისას ნივთმტკიცებად სხვადასხვა სახის დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს. დაკავებულებს 20 წლამდიან უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ. აფხაზეთის ომის დროს სოფელ კამანში მომხდარი ტრაგედიიდან 33 წელი გავიდა. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარესთან, აფხაზეთის მთავრობის წევრებთან და საბჭოს დეპუტატებთან ერთად კამანის ტრაგედიის დროს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო და გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამგო. მემორიალთან დაღუპულთა სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი აღევლინა. კამანის ტრაგედია საქართველოს უახლესი ისტორიის ერთ-ერთი ტრაგიკული თარიღია, მაგრამ ტრაგიკულ თარიღთან ერთად არის უმნიშვნელოვანესი თარიღი, რადგან ამ ბრძოლაში ქართველებმა, ჩვენმა წინაპრებმა, გმირებმა თავი გაწირეს, ყველაზე ძვირფასი საკუთარი სიცოცხლე მიუძღვნეს სამშობლოს და ჩვენ გვაქვს ის მაგალითი, რაზეც უნდა აღვზარდოთ ჩვენი მომავალი თაობა. გამთენიისას 5 ივლისს შემოუწიეს სოფელ კამანს. სადაც ძირითადად ადგილობრივები იყვნენ მებრძოლები და მათი მეთაური იყო ზაზა პაკელიანი, ნამდვილად რომ ეროვნული გმირი. ყველა დარჩა სისხლის უკანასკნელ წვეთამდე იბრძოლეს ბიჭებმა.
თბილისის ურბანული ტყე მასშტაბური გარემოს დაცვითი პროექტი დასრულების ეტაპზეა. პროექტს, რომელიც 2020 წელს დაიწყო, საქველმოქმედო ფონდი ქართულს სრულად აფინანსებს. მიზანი დედაქალაქში ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესება, ჰაერის ხარისხის დაცვა, ბიომრავალფეროვნების შენარჩუნება და მოქალაქეებისთვის უსაფრთხო და კომფორტული სარეკრეაციო სივრცის შექმნა. ამ დროისთვის ძირითადი სამუშაოები დასრულებულია, მიმდინარეობს ტერიტორიის კეთილმოწყობა. პროექტის დასრულების შემდეგ თბილისის ურბანული ტყე დედაქალაქის ერთ-ერთ ყველაზე დიდ მწვანე და რეკრეაციულ სივრცედ ჩამოყალიბდება. რაც ამ პროექტის ფარგლებში გაკეთდა, იქნება ჩვენი შვილების, ჩვენი შვილიშვილების, ასე ვთქვათ, სანახავი და ისინი მოიმკიან ამ პროექტის შედეგებს. კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, რომ ვარ ამაყი, რომ ვიყავი ამ პროექტის ნაწილი. ეს რაც ნახე, ეს არის, ჩემთვის ძალიან ისეთი გასახარებელი და აი რეზულტატი რო დავინახე ხა, რომ ესეთი გამწვანებული სახეობებიც რო ამოვიცანით, მთელი აზრებიც რო ერთმანეთს გაუზიარეთ, მივხვდი, რომ მართლა ამ პროექტმა და ჩვენმა ურთიერთობამ და ჩვენმა ერთად საერთო ამ ძალისხმევამ მართლა შედეგი გამოიღო. შორდა რომ შეხედო, ძალიან ვითომ ადვილი საქმეა, მაგრამ ამდენი მწვანე ნარგავების მოვლა, ამდენი გადალაგება, ამდენი გამოხშირვა, სანიტარული წრეები არის საჭირო, გამხმარი ხეების მოცილება არის საჭირო და ასევე მავნებლების აღრიცხვა და მავნებლების წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებების ჩატარება. ძალიან მაგარი პროექტი გამოგვივიდა. ეს ტყე არის თბილისის ურბანული ტყე, რო იტყვიან თბილისის ფილტვები. დაახლოებით 700 ჰექტარია და ეს ტყე თანდათანობით უფრო გახშირდება დროთა განმავლობაში, როგორც კი წამოვა და გაიზრდება ეს მცენარეები და იქნება უზარმაზარი მასშტაბის ტყე, რომელიც ასე ვთქვათ თბილისელებისთვის ჟანგბადს გამოიმუშავებს. მე ვარ შტუტგარტიდან, დღეს ჩემი პირველი დღეა საქართველოში. მე ჩამოვედი იმიტომ, რომ დაინტერესებული ვიყავი ამ ქვეყნის ხალხით, ხედებითა და ბუნებით და აი ახლა ვდგევარ ამ ულამაზესი ხედის წინ და ვტკბები ამ სიამოვნებით. საქართველოში აუცილებლად ისევ დავბრუნდები. მასშტაბური სკრინინგი თეთრი წყაროში აქციის ფარგლებში მოქალაქეებს შესაძლებლობა ჰქონდათ რამდენიმე მიმართულებით კვლევები უფასოდ ჩაეტარებინათ. აღნიშნულ ფართომასშტაბიან კამპანიას დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი ქვეყნის მასშტაბით მარტიდან ახორციელებს, რომელიც მიმდინარე წლის ნოემბრის ბოლომდე გაგრძელდება. მიზანი მოსახლეობაში პრევენციული მედიცინის პოპულარიზაცია, დაავადებების ადრეული გამოვლენა და ხარისხიანი სამედიცინო მომსახურებაზე გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის გაზრდა. მასშტაბური სკრინინგ აქცია მიმდინარეობს. მოგეხსენებათ, რომ ეს აქციების სერია დაიწყო 16 მარტს და გაგრძელდება წლის ბოლომდე. ჩვენ ვასრულებთ სამიზნე ინდიკატორებს. მე მინდა მადლობა უთხრა ჯანდაცვის სამინისტროს ამ შესაძლებლობისთვის, რომ ჩვენ გვაქვს მაღალტექნოლოგიური შესაძლებლობა იმის, რომ ჩავატაროთ სკრინინგი. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სახლთან ახლოს რეგიონში მცხოვრებ მოსახლეობას აქვს შესაძლებლობა ჩაიტარონ ძუძუს, საშვილოსნოს ყელის, მსხვილი ნაწლავის და პროსტატის უფასო გამოკვლევები. მეტი ჩართულობისთვის აუცილებელია, რომ მეტად იაქტიუროს მოსახლეობა. ხდება ჩვენი საზოგადოების, ქალების და მამაკაცებისაც სკრინინგი. ანუ მოუწოდებ ჩვენს მოსახლეობას, ჩვენს რეგიონის მოსახლეობას, რომ მიაქციონ ყურადღება თავიანთ ჯანმრთელობას. დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს ორგანიზებით მესტიის მუნიციპალიტეტში ადგილობრივი ხელისუფლების, ბიზნეს სექტორისა და პროფესიული კოლეჯების წარმომადგენლებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. მონაწილეებს სააგენტოს მიზნები, სერვისები და პროგრამები გააცნეს. დისკუსიის ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო მაღალმთიან რეგიონებში დასაქმების ხელშეწყობის პროგრამას. შეხვედრისას ყურადღება გამახოდა სააგენტოს სერვისებსა და პროგრამებზე, განსაკუთრებით აქცენტი გაკეთდა მაღალმთიანი რეგიონის ხელფასის სუბსიდირების პროგრამაზე. მოვისმინეთ დამსაქმებლების მხრიდან წარმოსული კითხვები და მოსაზრებები და ინიციატივები და სამომავლოდ დავგეგმეთ, დავსახეთ ჩვენი თანამშრომლობის გეგმები. დეტალურად გავეცანით და მივიღეთ ამომწურავი ინფორმაცია. ეს ინიციატივა, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია ისეთი მაღალმთიანი რეგიონისათვისა და მუნიციპალიტეტისთვის, როგორც მესტიის მუნიციპალიტეტია, სადაც ტურიზმი ეკონომიკის წამყვან სფეროდ ითვლება და დამოკიდებულია დასაქმება სწორედ აი ამ ტურისტულ სეზონურობაზე. საინფორმაციო შეხვედრა
პირველ რიგში ჩემი აზრით ხელს შეუწყობს ახალგაზრდებს იმისთვის, რომ დასაქმდნენ ადგილზე ბიზნეს დაეხმარება, ასევე ვით სამუშაოს ეძებს და ჩემი აზრით კარგი საინფორმაციო შეხვედრა იყო და კარგ შედეგს მოიტანა საბოლოოდ. განათლების მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე მასწავლებელთა გამოცდების მიმდინარეობას ახალციხის პირველ საჯარო სკოლაში გახსნილ საგამოცდო ცენტრში გაეცნო. უფროსი სპეციალური მასწავლებლის გამოცდას ახალციხეში დღეს 230 გამოსაცდელი აბარებს, ხოლო ქვეყნის მასშტაბით უფროსი სპეციალური მასწავლებლის გამოცდაზე სულ 3600-მდე აპლიკანტი გადის. გამოცდები 29 ივლისს დასრულდება. დღეს სტარტდება პირველი გამოცდა ჩვენ ვიმყოფებით ახალციხის რეგიონში, ახალციხის რაიონში, სადაც 230 კანდიდატია დარეგისტრირებული მთელი რეგიონის მასშტაბით. მოვინახულეთ საგამოცდო სივრცეები, ყველა გახლავთ გამართულ მდგომარეობაში და სრულად აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. გასულ წელსაც ვიყავი გასულ ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდაზე, გქონდა მშვიდი, უსაფრთხო გარემო, კომფორტული, ძალიან მეგობრული და ჯერა რომ დღესაც ასევე ანალოგიური სიტუაცია დაგხვდება და ყოველივე ამაზე უღრმესი მადლობა ვინც ზრუნავს თითოეულ ამ დეტალზე და ასეთ მეგობრულ და კეთილგანწყობილ გარემოს გვახვედრებენ. ანაკლიაში საზღვაო სეზონის გახსნასთან დაკავშირებით ღონისძიებები გრძელდება სანაპიროსა და ბულვარის მიმდებარედ მოწყობილ სცენაზე ერთმანეთს ადგილობრივი ანსამბლები და შემსრულებლები ანაცვლებენ. საღამოს კი თბილისიდან საგანგებოდ ამ დღისთვის მოწვეული მომღერლები იმღერებენ. მოწყობილია გასტრონომიული კუთხე და მეწარმეების ადგილობრივი პროდუქციის გამოფენა გაყიდვის სივრცეებით. იმართება სპორტული და სხვა მრავალფეროვანი აქტივობები. ანაკლიაში უკვე მეორე დღეა მიმდინარეობს სეზონის გახსნასთან დაკავშირებით. სხვადასხვა სახის ღონისძიებები მთელი დღის განმავლობაში აქ მოწყობილია საფესტივალო ქალაქი, სადაც ადგილობრივი მეწარმეები არიან გამოსული, სთავაზობენ თავიანთ პროდუქტს. ასევე დღის განმავლობაში მიმდინარეობს ადგილობრივი ანსამბლების კონცერტები, ხოლო ღამე უკვე 8 საათიდან ჩვენ სცენას დაიკავებს მაკა ზამბახიძე, რატი დორგლიშვილი, დუეტი ჯორჯია, ლინდა ადამია და 1/4, ხოლო საღამოს უკვე სცენაზე ავა დიჯეი. წარმოდგენილი გვაქვს საფის სხვადასხვა სახეობა, ფუტკრის მტვერი, ჟელე როიალად წოდებული დედაფუტკრის რძე და ვცდილობ, რომ ჩვენ საზოგადოებას და კაცობრიობას ვაწოდოთ ჯანსაღი პროდუქტი. ძალიან მიხარია რა თქმა უნდა, ყველასთვის საყვარელი სეზონი გაიხსნა და ძალიან ხშირად დავდივართ აქ მეგობრებთან ერთად ვერთობი და ძალიან კარგი დროს ვატარებ. ერისთავის თეატრის სეზონს ერისთავის პიესითვე ასრულებს. სპექტაკლი ძუნწი რეჟისორმა რეზო შატაკიშვილმა დადგა. საპრემიერო ჩვენებაზე მაყურებელს დღეს საღამოს ელოდებიან, ამის შემდეგ კი 191 თეატრალური სეზონი გორში საზეიმოდ დაიხურება. ჩემი აზრით საშიში არიან ძუნწი ადამიანები, იმიტომ რომ ჩვენ მხოლოდ მათ სიძუნწეს ვხედავთ. და ეს სწორედ აი ამ საფრთხეებზე რაღაც იუმორით, ირონიით გვესაუბრა დღეს ამ ეპოქაში. მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ სხვა რაკურსით იყოს დანახული კარაპეტას პერსონაჟი და ვცდილობთ და ნახოთ რამდენად გამოგვივიდა, რომ განსხვავებული კარაპეტა ვაჩვენოთ და წარდგეს მაყურებლის წინაშე. ორი პრემიერით დავხურეთ, ხურავთ ამ სეზონს. დღეს გვაქვს რეზო შატაკიშვილის დადგმული ძუნწი ერისთავის პიესით ხურავთ ამ სეზონს ერისთავის თეატრში, ესეც სიმბოლური არის. მით უმეტეს რომ რეჟისორმა თან გადაწყვიტა რომ ეს იმ სტილით, იმ ფორმით გაეკეთებინა და აივანზე თამაშდება, როგორც თვითონ ერისთავის ხიდის თავში ხდებოდა ეს ყველაფერი. მერაბ ბერძენიშვილის საერთაშორისო კულტურის ცენტრში მსახიობ ცისია მეტრეველის ლექსების კრებულის პრეზენტაცია გაიმართა. კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით გამოცემული წიგნი ავტორის შემოქმედებიდან შერჩეულ 50 ლექსს აერთიანებს და მის 50 წლის იუბილეს ეწოდება. კრებული 3 ნაწილისგან შედგება: მისტერია, ბავშვობის ლექსები და მიძღვნილი ლექსები. ძალიან მნიშვნელოვანი დღეა, განსაკუთრებული და იმავდროულად ძალიან ამაღელვებელი, რადგან განსხვავებულ ამპულაში მიწევს საზოგადოების წინაშე, მაყურებლის და მსმენელის წინაშე წარდგომა, ძალიან რთულია საკუთარი ლექსების კითხვა. მე მიჩვეული ვარ სხვისი ტექსტებით ლაპარაკს, სხვა დიდებული პოეტების თუ მწერლების ნაწარმოებების კითხვა სცენაზე დავუშვათ, მაგრამ საკუთარი ძალიან რთული ყოფილა 2 მაგი კი არა, 10 მაგი პასუხისმგებლობა და ცოტა ერთგვარი უხერხულობაც მაქვს ამის თაობაზე. იმ ცისიასა, რომელიც ჩემი მოწაფე იყო და ამ ცისიას შორის
ვერ გავგავდე ხიდი და მე მივხვდი რომ ჩვენ იქვე ვიყავით მეგობრები, ოღონდ ლექსით მეგობრები ვიყავით. იმიტომ რომ ლექსი ისეთი რამეა, რომ ერთად რო შედიხართ ლექსში და სიღრმეში რო ეშვებით, ყველაზე მთავარში რო ჩაყვინთავთ ლექსში, უფრო დიდი მეგობრობა არ არსებობს. უამრავ წიგს გაუვლია ჩემთან ხელში, უამრავი ვიცი, უამრავ წამიკითხავს და აი ახლა მოვიდა ულამაზესი ქალი, ორი ულამაზესი ქალი ნანამესხი და ცისიომეტრეველი ჩემთან და დამიდეს ეს პატარა წიგნი მაგიდასა. კითხულობ მისი ხმით, კითხულობ მისი თვალით, უყურებ მას, გმისხედავ, აი ესეთი ეს პატარა წიგნი. ცისიომეტრეველისთვის ახალი ცხოვრების დასაწყისია, ის ბავშვობიდან წეს ლექსებს, მაგრამ პირველად გაბედა და დაბეჭდა წიგნი ცის ია. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ის ჩემი მეგობარია და მისი ნიჭი მე შემეხო ჩვენ საერთო სიმღერაც გვაქვს უკვე შექმნილი და უცხოელად მინდა ძალიან დიდი წარმატება უსურვო, ვინაიდან ის ამას ობიექტურად იმსახურებს. მე ამ ინფორმაციით გემშვიდობებით დაელოდეთ 9 საათზე კურიერი პიესი დაიწყება, იქამდე კი დღის ყველა სიახლეს გაიცანით ჩვენს ვებგვერდზე ან დაასკანერეთ QR კოდი და შემოგვერთით რუსთავიორის Facebook-ზე. ნახვამდის.